მაქსიმუმ რამდენი დაგილევია? თუნდაც განსხვავებული, აი რამდენი ლიტრიანი ყოფილა ერთ დალევაზე? აუ ეს რაღაც თემა შემოაგდე რა. ძალიან ბევრს ვავდი. ხო. მამაჩემ შეეშინა ერთხელ. რატო? იმიტომ რომ ქორწილში დამნიშნეს ახალგაზრდებთან ცალკე სუფრა იყო. თამადად. იქ თამადად. ნუ აღარ გავჩერდე რა. ცირაშია საქმე, გარდა ამისა ჩვენი სკოლა 29 ვაჟდა, მე 33 იყო ცოტა სხვანაირი სკოლები იყო, იცი, უკვე მომული ქონდა კარგად. ენა და ღირაობაც შეგეძლო, არ აკეთებდი რა. ჯირი და მუსტიკრივი არა, მაგრამ თუ საჭირო იყო რა ვსქვია. ხდებოდა, გიწევდათ. შეეძლო უბანს გაესამართლებინე, ბელადი ყავდა უბანში. რაზე შეიძლებოდა გაესამართლებინა? აი ნუ არასდროს აქციელდა. აი გოგოსთან არასწორად მოიქეცი და მაგიტო? ბაღში ვიჯექი გოგოსთან ერთად. ხო. მოვიდა ერთი ცნობილი ტიპი. ხო. ხმამაღალი სახელი და გვარით. აჰა. ხო და მითხრა გადაჭექიო. და თოი გოგოსთან სადღაც. კელაპარაკები ვარ რა წადია. აქ იყო ესეთი ურნა და თავსახური ქონდა რომელსაც აძრობთ. ხო. თავისუფლად ძრებოდ. ჩაუშვი პირდაპირ. ჩაარტყით? კი კაცო. იმიტომ რომ ხალხთან არ უმაცალა ჯერ ერთი ვზივარ რას მოდიხარ ან ამბოდეში მაინც მოიხადე ან დამეძახე მითხარი რომ ეს იმიტომ რომ აი რაღაც ჩვენჭი. არა ეგრე რაღაცა პირდაპირ. ფორმა უზრდელური რაღაც არაკაცური. დაზიანდა ძალიან თუ არა? არა, იმიტომ რომ მაგარი აღმოჩნდა თვითონ ის. მე არ მინდა გითხრა სახელი და გვარი და მაგარი კი არა მსოფლიო ჩემპიონია? აუ თუ რა 4 გზის სახლა. ჩემპიონი ყავთ ნაცემი. არა ნაცემი როგორ არა გაუტეხეთ აი რამე მე უბანში რო გამასამართლეს მაძიმე დამიჭერა უბანმა სწორი იყო ესო უბანში მოხდა მე გარჩევა მოხდა გარჩევა გორკის ბაღში იცი რა ხნა მან ბოდიში მოიხადა ყველას თვალწინ წლები რო გავიდა შეხვდით ამ ადამიანს რა შეხვდი მე 4 დღეს ერთად ვიკეიფეთგა მე უკვე დამეგობდით ამ ბოდიში მოიხადა და მამაჩემ მამა გაიგო ეგ ამბავი ხო და რაღაც ფანტასტიკური გალსტუკი იყო ტრევერა მომცა რო ისო სკულეთ ახალი კაი ძალიან ლამა და იქ ვინც მართალია იმას აჩუქეო